რეალურად ყველაფერი, ციფრები, სტატისტიკა, კონკრეტული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რაიმე სისტემური მანიპულაცია ამ საარჩევნო პროცესში არ მოხდარა, ყველაფერი დასტურდება ეს ყველაფერი, თუმცა ისინი გაურბიან ფაქტებს და მუდმივად მანიპულირებენ. და თქვენ პირდაპირ გთავაზობთ ახლა. დაგვისვით, ახლა ხო ჩვენ ვსაუბრობთ. თქვენ ხართ ჟურნალისტები და მე გპასუხობთ როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, ამ შემთხვევაში მართველი პარტიის წარმომადგენელი. გთავაზობთ, რომ შევქმნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია იქნება აბსოლუტურად თქვენ მზად ხართ ასეთი ფორმატისთვის, აქ უსტავიორში პირობას გვაძლევთ, რომ თუ კი ოპოზიცია იქნება თანახმად თქვენ მოხვალ და იგივე სავარძელს დაიკავეთ. ჩემი მხრიდან მოდიოდა, ხო, სიამოვნებით. ჩვენ არჩევნებამდე არაერთხელ ვცადეთ ასეთი ფორმატის შექმნა და მართალი უარზე იყო. თემა ხო არის კონკრეტული. საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია, ხო? დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად იმას, რომ ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციები. ძალიან საინტერესო ინიციატივა. ნახოთ, როგორ გამოეხმაურებიან ამ ინიციატივას უკვე თქვენი ოპონენტები. მე მაინც და მაინც მადლობა ამისთვის თქვენი ასე ვთქვათ დადებითი ასე ვთქვათ პასუხისთვის ამასთან დაკავშირებით და ამ ინიციატივის მიღებისთვის, მაგრამ მე მაინც და მაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი, რატომ? იმიტომ რომ ერთი ინიციატივა ცესკოს მხრიდან მაგალითად უკვე იქნა გახმოვანებული და აღსრულებული, ეს იყო უბნების გადათვლა და ამაზე კატეგორიულად თქვენს უარი. ჩვენ შემდეგ მოლაპარაკების პროცესში მათ შევთავაზეთ 1500-მდე უბნის გადათვლა. ამაზეც მივიღეთ უარი. მაგრამ კიდევ ერთხელ ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ თუმცა ამის პარალელურად წარმოადგინა ოპოზიციამ არაერთხელ კონკრეტული დარღვევების შესახებ, ოქმების შესახებ ინფორმაცია დოკუმენტურად დადასტურებული. რაც არის კონკრეტული მექანიზმი. გასაგები, ამის შესახებ იმედი მაქვს, რომ გვექნება ჩვენ ასევე თქვენს ოპონენტებთან ერთად უკვე სტუდიაში უყურებენ ამას მართველი გუნდის ოპონენტები, პარტიები და კიდევ ერთხელ მივმართოთ მათ, რომ აი ეხლა ქართულმა ოცნებამ მათ შესთავაზა დებატების რეჟიმი, დებატები კონკრეტულ საკითხზე, ეს არის არჩევნების შედეგები და სავარაუდოდ რუსთავიორის პირდაპირ მათი თანხმობის შემთხვევაში და ალბათ ისინი იქნებიან თანახმა, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად ვცდილობდით იმას, რომ უმრავლესობა და ოპოზიცია ერთ მაგიდასთან მოხვედრილი იყო ჩვენ პირდაპირ ეთერში დებატებზე და ეს ალბათ იქნება საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის. რაც ჩვენი მაყურებელი ასე ვთქვათ ითხოვს დებატებს და სამწუხაროდ ისევ და ისევ პოლიტიკოსების უარის გამო ეს დებატები ქართულ ტელესივრცეში აღარ ჩანს. ჩვენ მხრიდან არის აბსოლუტური მსადყოფნა ამას. ნახოთ როგორ